დღეს მინდა ვისაუბრო ისეთ ტოქსიკურ ქუჩის მუქის კონტრაქტზე, რომელსაც თითქოს არ აქვს ძალა, მაგრამ წარმოადგენს ძალიან საშიშ მუქის კონტრაქტს, რომელიც გავრცელებულია საზოგადოებაში და განსაკუთრებით თინეიჯერებში, რომლებმაც არ იციან როგორ მუშაობს ენერგიის მექანიკა და საერთოდ სულიერების და შავი მაგიის მექანიკა. მახეში ებმებიან ძირითადად ბავშვები, თუმცა დიდებიც. რაში მდგომარეობს მუქის ეს კონტრაქტი? ნაცნობი გეუბნებათ ესეთ რაღაცას. აიღე ფურცელი, დაწერე შენი სურვილი, დაწვი შემდეგ და აგისრულდება. შენ ეუბნები, ხო? მაგარია, საინტერესოა. ის ადამიანი ამბობს, რომ იცი რა, მე დავწერე ფურცელზე და ამისრულდა, ძალიან მაგრად მუშაობს. ამის შემდეგ გეუბნება სასხვათა შორისოდ. ხო, ოღონდ ეხა საფასურად წაიღებს ისეთ რამეს, რაც გიყვარს, ისეც არაფერს. ეს არის გახსნილი კონტრაქტი, ისეც არაფერს. ეს იგივეა იუსტიციაში მიხვიდეთ და თქვენ ქონებებზე ვიღაცამ გითხრათ, რომ ხო, მომეცი სრული მინდობილობა და ისეც არაფერს, ხო, არაფერი განსაკუთრებული, ხო. ეს არის ის კოდი, რომელსაც ქვია გახსნილი კონტრაქტი, სადაც მიაქვს ყველაფერი, რაც გიყვართ, ადამიანებო. შვილი, შინაური ცხოველი, ჰობი, სიცილი თქვენი, რომელიც გიყვართ, ჯანმრთელობა, რომელიც გიყვართ, რაც გიყვართ, ყველაფრის წაღება შეუძლია ამ კონტრაქტით და თქვენ შეიძლება ჩაუთქვათ, რომ აუ, დასასვენებლად მინდა წავიდე ევროპაში და დაწერა. და ამის ნაცვლად წაიღო ოჯახის რომელიმე წევრის ჯანმრთელობა. ეხა ოჯახის რომელიმე წევრის ჯანმრთელობა როგორ უნდა წაიღოს, შეიძლება იკითხოთ თქვენ ადამიანს ყველას თავისი ნება აქვს? არა, მეგობრებო. თქვენ რომ თქვენს ოჯახის წევრს თვალები აუხვიოთ და უთხრათ, წამოდი რაღაც სიურპრიზი მაქვს და ხრამთან დააყენოთ და გადააგდოთ, ხო შეძლებთ ამას? რატო შეძლებთ ამას? იმიტომ რომ იმ ადამიანს თქვენს მიმართ ნდობა აქვს გამოცხადებული. ენერგეტიკულ ველშიც ესე არის. ოჯახის წევრი, სადაც ნდობები გაქვთ გამოცხადებული, თქვენ ერთსაერთო ეგრეგორ ენერგეტიკულ კავშირ წვდომაში იმყოფებით. და რატომ არის რომ როდესაც მკითხავთ ან ადამიანი მიდის ან ესეთ გარიგებებს დებს, ოჯახის წევრიდან იღებს, ან ქმრისგან, ან შვილისგან, იმიტომ რომ რადგან ნდობაში იმყოფებით, თქვენ გაქვთ ერთმანეთზე ზეგავლენა. ალბათ თქვენ გაიფიქრეთ, რომ ვინც მსგავს ქუჩის მუქის კონტრაქტებს სთავაზობს მეგობარს, ის გაცნობიერებული მუქია. არა, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც თქვენ. უბრალოდ ისიც შეცდომით აღმოჩნდა ამ კონტრაქტში და გონია, რომ მეგობარს ურჩევს კარგ რამეს. შესაბამისად, ადამიანებს შორის ეს დემონის მუქი კონტრაქტები გადადის ავტომატურად ხელიდან ხელში. იმათ გასაგონად, ვისაც მსგავსი უნებლიე კონტრაქტი აქვს დადებული. მარტივია მისი გაუქმება. უბრალოდ გააჟღერეთ ფრაზები, რომ აუქმებთ იმ კონტრაქტს, კონკრეტულად რაც გააჟღერეთ, მორჩა. მარტივად თქვენს ენაზე შეგიძლიათ გააჟღეროთ. სულ ეგ არის. საკმარისია თქვენი განზრახვა, რომ ეს კონტრაქტი გაუქმდეს. თუ ეხლა აღსრულება არ მოხდა, თუ აღსრულება მოხდა, დევს გამთლიანების Facebook like page-ზე უკუქმების ლოცვები და ის ლოცვები წაიკითხეთ. ჩაწერთ გამთლიანება ქართულად ან ლათინურად და იპოვით მარტივად. ეს შეამსუბუქებს იმ დარტყმებს, რა დარტყმებით შესაძლოა გელოდებოდეთ კონკრეტული კონტრაქტის გამო. აქ საკვანძო მომენტი ამ კონკრეტულ კონტრაქტში არის ერთი კვანძი მხოლოდ. გეუბნებათ, სანაცვლოდ რა მიაქვს. სანაცვლოდ რა მიაქვს, ყოველთვის მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ კონტრაქტში. სანაცვლოდ რას აძლევთ. და იქ სადაც გეუბნებათ, რომ სიყვარულს წაიღებს, ეს არის, როგორც უკვე აღნიშნეთ, გახსნილი კონტრაქტი, რომელსაც არ აქვს არანაირი შეზღუდვა. ეს არ ეხება სხვა აფერმაციას თუ სხვა წარმოდგენას და ასე შემდეგ. თუმცა ეხება ფინანსებს. აი მაგალითად, როდესაც ჩვენ ფინანსებზე ვილოცებით, ფული მომეცი, უფალო ფული მომეცი, სამყარო, ეს ყველა ლოცვა მიდის ქვემოთ. ზემოთ მსგავსი ლოცვები დაბლოკილია, ქვემოთ ჩადის. და თუ რომელიმე გამოეხმაურა დაბალვიბრაციული არსი დაინტერესებულია თქვენით, აგისრულდება და თქვენ უკვე დადეთ კონტრაქტი, იმიტომ რომ ზოგადად რაიმე სურვილს, როდესაც აჟღერებთ, უნდა მიცეთ კონკრეტული მისამართი. მაგალითად, ფული თუ გინდათ ისურვეთ ორი რაღაც, სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა. ეს ორი მოგცემთ, ფულს, ჯანმრთელს, სიყვარულ, ყველაფერს. ამიტომ თუ ამბობს ადამიანი ისე რომ რაღაც მინდა, ესეც კი გახსნილი კონტრაქტია. ზოგადად ყველას უცხადებთ, რომ ფული გინდათ და ამისთვის მზად ხართ რაღაც გაცეთ. ამიტომ ნებისმიერი თქვენი სურვილი კონკრეტიკაში მოიყვანეთ. მაქსიმალურად ეცადეთ იყოს მაღალ ვიბრაციული. სხვა შემთხვევაში ის თუ რაიმე ეგოს ემსახურება ან რაიმე ფიზიკურ მატერიალურს მხოლოდ და არ ემსახურება რაღაც სულიერს, მას ემსახურებიან დაბალი არსები. ფულს ვერანაირად შემქმნელი ვერ ეხმაურება ყველა ფულის თხოვნას, ყველა მსგავსი სურვილები და თხოვნები არის დემონებთან. იქ მიდის კონტრაქტები. ისინი განიხილავენ ამას და არა ზემოთ. ამიტომ ძალიან ყურადღებით იყავით, რას ითხოვთ და ვისგან ითხოვთ.
კონკრეტიკა მიეცით ვისგან ითხოვთ და კონკრეტიკა მიეცით რას ითხოვთ. რაც შეეხება მიზიდულობის კანონს, რომ აი რაღაცა მოვიზიდო, მაგალითად, კარგი მოვლენები, კარგი ადამიანები, ეს არ არის მუქთან კონტრაქტი. მუქთან კონტრაქტი არის ის, რომ თქვენ სანაცვლოდ გაცემთ ისეთ რაღაცას, რაც თქვენთვის ძვირფასია. ნახეთ, გეუბნებათ, რომ არაფერი გააკეთოთ და დათმეთ რაღაც. აი რაღაც რომ გეუბნებათ არაფერი გააკეთოთ და დათმეთ რაღაც, აი იქ არის მუქი, ზუსტად ჩასაფრებული. ამიტომ აფერმაციები, კარგი სურვილი, ვიზუალიზაცია, რომ ჩამთელი ხარ, ვიზუალიზაცია, რომ ბედნიერი ხარ, რა თქმა უნდა, ეს თქვენი ძალაა და ამის აღსრულებას აკეთებს თქვენი ძალა, მაგრამ თქვენ რომ ვიღაცის მოცემულ იდეა შელოცვას აკეთებთ, სადაც გეუბნებათ, რომ მოგცემ ამას და დათმობ სიყვარულს, ამ ორ კვანტშია საუბარი, მოგცემ რაღაცას, რაც გინდა, დათმობ სიყვარულს. გეუბნება გაყიდე ღმერთი სიყვარული რაღაც მატერიალური სანაცვლოდ და კონტრაქტს თავაზობს და ამას რომ აკეთებ უკვე კონტრაქტს დებ და საჭირო არ არის რამის ხელი მოაწერო, საკმარისია გაფიქრება და დათანხმება. თქვენი თანხმობა არის ბეჭედი ყველაფერზე, ხელის მოწერა. ამიტომ დაშვებები, კონტრაქტები, იქ სადაც ფურცელზე დაწერით, შედეგს მიიღებთ, მუქის არის. ყველაფერი რაც მოკლე გზას გთავაზობთ, მუქის არის. ყველა რიტუალი, რომელიც თქვენს შრომას არ გულისხმობს, მუქის არის. მუქის გარჩევა არის მარტივი. სადაც დამსახურების ექვივალენტი არ დევს, იქ არის მუქი. სადაც გეუბნებიან, რომ წკაპ გაკეთდება და მოგვარდება, მუქია. აფიორა, მე გაძლევთ ახლა უდიდეს ძალას ამ შემეცნებით. იქ სადაც თქვენი დამსახურების ექვივალენტი არ არის, წარმოადგენს მუქის მახეს, ხაფანგს. იქ სადაც მიდიხართ და მოდიხართ, არაფერს არ აკეთებთ და სხვა აკეთებს თქვენს ნაცვლად, თითქოს ბრჭყალებში გწმენდთ, თითქოს ბლოკებს გიხსნით ფინანსურს, თითქოს ურთიერთობაში გიჯანსაღებთ პროგრამებს. ეს არის მუქის ცრუ, რადგან ყველაფერს აქვს ამ სამყაროში დამსახურების ექვივალენტი. ამიტომ ყველაფერში იქონიეთ დამსახურების ექვივალენტი და თქვენ იქნებით დაცული. ატივიეცით დამსახურების ექვივალენტს, იყავით დამსახურების ექვივალენტში და თქვენ ვერაფერი ვერ მოგატყუებთ, ვერაფერი ვერ მოგერევათ და იქნებით ჯანსაღში, ჯანმრთელში და ძლიერში. ყველას გისურვებთ სამყაროს ექვივალენტში ცხოვრებას.